პოლონეთში არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 27,000 რეგისტრირებული ქართველი ცხოვრობს. ქართულენოვანი სანდო ინფორმაციის ძალიან დიდი დეფიციტი არსებობდა. ენობრივი ბარიერი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ემიგრაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩამოდიხარ მარტო. არ არის ისეთი მარტივი, რომ ჩამოხვიდე სამ თვეში რაღაცა ელემენტარული ისწავლო და უკვე თავი გაიტანო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს არის ინფორმაციული ვაკუუმი, ხოლო მეორეს მხრივ ის ნეგატიური ემოციები და სტრესი, რაც ახლავს თავისთავად ემიგრაციას. მე ვარ ნათია კიმაძე, პოლონეთში ქართული ნიუსის დამფუძნებელი. 2017 წელს ჩამოვედი პოლონეთში. მე ვარ თორნიკე მაღლაკელიძე, 7 წელია უკვე პოლონეთში ვიმყოფები, 2019 წელს წამოვედი ემიგრაციაში. მე ვარ შორენა მელქუაშვილი, ემიგრაციაში ვარ დაახლოებით 10 წელია და ქართულ ნიუსთან თანამშრომლობ შექმნის დღიდან. როგორც ემიგრანტს ამ დროის განმავლობაში არ მქონდა ქართულ ენაზე არანაირი ინფორმაცია, თუნდაც ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით, თუნდაც პოლონური ენის მასწავლებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა ქართულ ენაზე. ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ქართულენოვანი პლატფორმა, რომელიც ემიგრანტებს მიაწოდებდა სანდო და ობიექტურ ინფორმაციას. გამარჯობათ კოლეგებო, მეგობრებო. კონკრეტული ბლოგების ჩამოსვალი თუ არის, შეიძლება ცალკე გააზიარო, რომ მე ცალკე მივხედოთ, ხო, მაშინ ეგ მე მაგას მე მივხედოთ ამ კვირის გეგმაში ჩავსვათ, რომ ეგ ბლოგები დავხვეწოთ და შიდა ლინკები დავასწოროთ მაგვითებულ ბლოგებზე. იდეა გაუზიარე ჩემს მეგობრებს, მათე გასვიანს, შორენა მელქუაშვილს, ანა როგავას, არ იყო ჩაფიქრებული, რომ პროექტი ყოფილიყო მასშტაბური, ყავდა ძალიან მცირე აუდიტორია და დროთა განმავლობაში მოვიპოვეთ სანდოობა, გავიზარდეთ. ჩვენი მთავარი მისია ქართულ და პოლონელ ხალხს შორის არსებული მრავალშრიანი კულტურული, ისტორიული და საზოგადოებრივი კავშირების წარმოჩენა. ამას ვაკეთებთ ანალიტიკური სტატიებით, ინტერვიუებით, ბლოგებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გაშუქების გზით. ძალიან ბევრი ემიგრანტი დგას პრობლემების წინაშე, იმიტომ რომ ელემენტარული არ შეუძლიათ რომ დამოუკიდებლად გააკეთონ ფესელი, რომელიც ყველა ემიგრანტისთვის, თითოეული ადამიანისთვის, პოლონეთში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის არის აუცილებელი. მთავარი პრობლემები მაინც არის თუ ისე არის ინფორმაციის ნაკლებობა, თუნდაც ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ემიგრანტს უქმნის პრობლემას. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე ფაქტობრივად ამ დრომდე არ არსებობდა რაიმე პორტალი თუ საინფორმაციო პლატფორმა, სადაც იქნებოდა რაღაცა კონკრეტული ინფორმაციები თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ლეგალიზება, ისე რომ პრობლემა არ შეგვექმნას, რა ვადებში უნდა ჩავჯდეთ, რა საბუთები გვჭირდება. მსგავსი რაღაცა მე რო ჩამოვედი, მაგალითად 2019 წელს არ იყო. ერთი წლის წინ დაარსდა ქართული ნიუსი და სწორედ მას შემდეგ დაიწყო ცოტა ადამიანების ინფორმირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ბევრი ბავშვია პოლონეთში, რომლებსაც სახელმწიფოდან ეკუთვნით დამატებითი 800 ზლოტი ყოველთვიური გადასახადი, რომელზეც ბევრმა ქართველმა ინფორმაცია არ იცოდა. ბევრმა იცოდა, თუმცა არ იცოდნენ როგორ უნდა მოეგვარებინათ ეს საბუთები და ქართული ნიუსი სწორედ ამ საქმეს ემსახურება. თითოეულ საკითხს დეტალურად განიხილავს და აწვდის მოსახლეობას. ქართული ცნობები არის დამოუკიდებელი მედია პლატფორმა, როგორც მათთვის, ვინც ახლა ჩამოვიდა პოლონეთში და პირველ ნაბიჯებს დგამს, ისე მათთვის, ვინც წლებია აქ ცხოვრობს, მუშაობს, ქმნის და სურს, რომ მისი გამოცდილება სხვებმაც გაიგონ. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმირებული ადამიანი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ ყველა მასალა მაქსიმალურად გადამოწმული და სანდო უნდა იყოს. ამავე დროს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა მკაფიოა. ჩვენ არ ვაძლიერებთ იმ გზავნილებსა და პოლიტიკურ ნარატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. პოლონეთშიც არის რუსული დეზინფორმაცია, თუმცა პოლონელ ხალხს ანტირუსული დამოკიდებულება აქვს და ვფიქრობ, რომ ნაკლებად მოქმედებს მათზე. თუმცა შეგვიმჩნევია, რომ ქართველი ემიგრანტები სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის ქვეშ არიან რუსული პროპაგანდის. პროპაგანდა ბუნებრივია ვრცელდება პირველ რიგში არასწორი წყაროები,
ენებით და რუსული წყაროებით და პირველი პრობლემა არის ენის ბარიერი. ბუნებრივია, როდესაც არ იციან ადამიანებმა ენა, ეძებენ არასწორ წყაროებში, ზოგჯერ სოციალურ მედიაში, ზოგჯერ ზუსტად რუსული წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას. აქ ჩნდება ენობრივი ბარიერი, უმეტესობამ არ იცის ინგლისური ენა, არ იცის პოლონური ენა, ამიტომ უწევთ Telegram ჯგუფებში ან სხვა რუსულენოვან ჯგუფებში ინფორმაციის მოძიება. და როგორც წესი ეს ინფორმაცია აღმოჩნდება ხოლმე მცდარი და ბუნებრივია ამ ინფორმაციის გავლენით მერე ხდება ბევრი არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მაგალითად ის რომ პოლონელები არიან რასისტები, მაგალითად ის რომ არ უყვართ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, რომ არიან ჩვენგან ძალიან განსხვავებულები და სხვადასხვა ეპიტეტები, რომელიც შემდეგ უკვე უშვით ხოლმე რეალურ ურთიერთობაში ხელს. ქართული ნიუსის დაფუძნების მიზეზი იყო სწორედ ამ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. ჩვენ პირდაპირ ანტიპროპაგანდით არ ვებრძვით მათ, ჩვენ ვებრძვით ჩვენი შექმნილი მოდულებით. შორე ფსიქოლოგიურ ბლოგებს ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოხმაურება. გავაგრძელოთ და შეგვიძლია სხვა თემებიც პარალელურად. თანამედროვე რუსული პროპაგანდა იშვიათად ცდილობს დაგარწმუნოს, რომ რუსეთი კარგია. მისი მთავარი მიზანია დაგარწმუნოს, რომ ყველა ცუდია, სიმართლე არ არსებობს, ვერავის ენდობი და საბოლოოდ არაფერს არ აქვს აზრი. სწორედ ეს ნihilizmi და უნდობლობაა მისი მთავარი იარაღი. პოლონეთში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. აქ რუსული პროპაგანდა ღიად ვერ მოქმედებს. ამიტომ გამოიყენება უფრო დახვეწილი და ფარული მეთოდები. მუდმივად ვრცელდება გზავნილები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე თამაშობს. საუბარია ინფლაციაზე, ფასების ზრდაზე, საცხოვრებლის გაძვირებაზე, თუნდაც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან ეკონომიკურ სირთულეებზე. შემდეგი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს, დასავლეთს ან უკრაინელ პოლონელებს ეკისრებათ. ჩემი აზრით, მიზანი საზოგადოების დაყოფა, უნდობლობის გაჩენა და ერთმანეთის მიმართ შუქლის გაღვივებაა. ვფიქრობ, ამ პროცესების სამიზნე ქართველი ემიგრანტებიც ხდებიან. ზოგჯერ ექცევიან ხოლმე პროპაგანდის ქვეშ, ზოგჯერ სტერეოტიპების გავლენით მოქმედებენ და ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მივაწოდოთ სწორი და გამჭვირვალე ინფორმაცია. ხდება თავისმოხვევა იმ ნარატივის, რომ ევროპული ღირებულებები არის დაცლილი იმ ღირებულებების გარეთ, თქვა საქართველოში არის, რომ ოჯახები არ არიან მხარდაჭერი ერთმანეთის მიმართ, რომ არის ძალიან ცივი, უგულო ურთიერთობები და არის ბევრი პრობლემა, არა მხოლოდ ოჯახებს შორის, არამედ ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებში. ხოლო მას შემდეგ, რაც უკვე გააცნობიერებენ, რომ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოქმედებენ და ცდილობენ, რომ ახლოდან გაიცნონ ეს კულტურა, ტრადიციები, ადამიანები, თავად უკვე ხვდებიან ხოლმე, რომ რეალურად არც ისე განსხვავდება კულტურულად ერთმანეთისგან ეს ორი ქვეყანა და ბუნებრივია, რომ მერე უფრო მარტივად ხდება ინტეგრაცია. ხშირ შემთხვევაში ქართველი ემიგრანტები თავს იკავებენ ხოლმე უბრალოდ აქაურ ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციისგან, რადგან გონიათ ხოლმე, რომ შეიძლება ამით იდენტობა დაკარგონ. სინამდვილეში, რაც უფრო მეტად ინტეგრირდებიან, რაც უფრო მეტად გაეცნობიან უცხო კულტურას, ეს პირიქით მათ თვალსაჭირს გააფართოვებს და ბუნებრივია, რომ უფრო სასარგებლო იქნება მათთვისაც. და ვთვლი, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური სტატიები ზუსტად ამაშიც დაეხმარება ადამიანებს, რომ ეს გააცნობიერონ და უფრო მეტად ღია იყვნენ სიახლეების მიღების მიმართ და უფრო მეტად, უფრო ნაკლები სტრესი და შფოთვები ჰქონდეთ ამ მიმართულებით. ემიგრანტების დიდი ნაწილი დადებითად იყო პროექტის მიმართ განწყობილი, თუმცა იყო წინაღობები სამწუხაროდ ისევ ჩვენი თანამემამულეებისგან. ჩვენს შესახებ და ჩვენი ოჯახის წევრების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ და ამორალურ ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში. პრობლემა არის ის, რომ აქამდე 2019 წლიდან დღემდე ჩვენ ყავს საელჩო, საკონსულო, რომელიც წესით უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ უზრუნველყოს თავისი მოსახლეობა, თავისი ქართველი ემიგრანტები ინფორმაციით მინიმუმ. მე არ ვიძახი, რომ ფინანსური დახმარება და მსგავსი რაღაცა უბრალოდ ელემენტარული ინფორმაცია ბუკლეტები თუნდაც რომ გაეკეთებინათ, მსგავსი რაღაცა არ ყოფილა არასოდეს. რაშიც გამოდგებიან, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ვიღაც რო გარდაიცვლება, ცხედარის გადასვენებაში გვეხმარებიან და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ საელჩო მხოლოდ
ხედრის გადასვენებაზე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი და იმიგრანტებზე ბევრად კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეიძლება გქონდეს და გქონია კიდეც, მაგალითად ახლა დასაქმებასთან დაკავშირებით გაგვირთულდა საქმე ქართველებს პოლონეთმა შეცვალა რეგულაციები, თუმცა ამაზე საელჩო დუმს არც არასოდეს დაუფიქსირებია რაიმე პოზიცია, რომ ქართველები არ არიან ისეთი საშიში და ცუდი ხალხი, როგორცაც თქვენ წარმოაჩენთ და უნდა მიუცეთ შანსი, რომ ზუსტად იგივე პრივილეგიებით ისარგებლონ, როგორითაც სარგებლობენ უკრაინელები, ბელორუსები, მოლდოველები, უკრაინელები, მაგრამ სამწუხაროდ არა. ერთადერთი მათი მიზანი, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით არის ის, რომ განამტკიცონ ის რუსული პროპაგანდა, რომელსაც ქართული ოცნება მათ აწვდით. რაც შეეხება რეგულაციების შეცვლას საქართველოს მიმართ, პოლონეთმა როცა შეცვალა რეგულაციები, ანუ ეს არ ხდება კანონის მიღება, არ ხდება ერთი ბეჭდის დარტყმით, ერთ დღეს გადაწყდა ყველაფერი, ხო? ეს იყო კონსულტაციები, მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომელზეც აუცილებლად ინფორმაცია მიეწოდებოდა ქართულ მხარეს, რომ მსგავს რაღაცის განხილვას აპირებდნენ, მაგრამ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ არაფერი ამ შემთხვევაში, ქართულმა საელჩომ რა გააკეთა არაფერი. გარდა იმისა, რომ თავი უქნია ყველაფერს და გამოვიდა, რომ კი, ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები არ არიან უსაფრთხო ადამიანები, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ პოლონეთის რესპუბლიკისთვის და გართულდა ის დასაქმების პროცესი, რომელიც რეალურად ახლა გვაქვს. სწორედ ასეთ გარემოებაში ვრცელდება ფეიკები და ნარატივები, რომლებიც ქართველებსა და უკრაინელებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. ევროპული მომავლის მიმართ ნიჰილის საჩენს და ცდილობს ადამიანებს დააჯეროს, რომ დასავლეთში ყველაფერი კრიზისშია და წარმატება შეუძლებელია. თუმცა ჩვენზე ამას გავლენა არ მოუხდენია და პირიქით უფრო მეტი შემართებით განვაგრძეთ ამ საქმის კეთება. შემიძლია თქვა, რომ პირადად მე ვიყავი ამ ერთგვარი ცრუ განწყობების გავლენის ქვეშ, სანამ ჩამოვიდოდი და დავიწყებდი ცხოვრებას პოლონეთში, მაგრამ მე თავად მყავს მეუღლე პოლონელი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მალე გამიქარწყლდა ყველა ეს სტერეოტიპი, ყველა ის არასწორი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ზოგადად საზოგადოებაში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლონელი ადამიანისთვის ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ზუსტად ოჯახი და როგორც პირად მაგალითზე, ასევე ზოგადად შემიძლია აღნიშნო, რომ პოლონური ოჯახები არიან ძალიან მჭიდროდ ერთმანეთთან დაკავშირებული, ძალიან მხარდამჭერები და ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ხაზი, რაც გასდევს პოლონურ ოჯახს, ეს არის პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. როგორც უფროსი თაობა სცემს პატივს უმცროს თაობას, ასე პირიქით.